პატარა პაციენტი, რომელიც გულის ოპერაციის გასაკეთებლად კლინიკაში მარტო მივიდა, საკუთარმა ექიმმა იშვილა. ეს გულის ამაჩუყებელი ისტორია საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ისტორია 2022 წელს დაიწყო, როცა 5 წლის თრუბითი გულის პროცედურისთვის ნებრასკის საავადმყოფოში სრულიად მარტო მივიდა. ბიჭი მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. კლინიკაში მისვლისას მასთან არც მშობელი, არც მეურვე და არც ოჯახის რომელიმე წევრი ახლდა თან. ემიბიტი ბავშვთა კარდიო ანესთეზიოლოგი პალატაში შევიდა და პატარა ბიჭის ნახვამ გული აუჩუყა. როგორც მოგვიანებით მან ინტერვიუში გაიხსენა, ბავშვზე ფიქრს ვერ წყვეტდა ოპერაციის დროსაც და მისი დასრულების შემდეგაც. როგორც კი ემი სახლში დაბრუნდა, თავის ქმარს რაიანს დაელაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე 6 საკუთარი შვილი ჰყავდათ, წყვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთი შვილი ჰყოლოდათ. თავდაპირველად თრუ მათთან მინდობით აღზრდაში იყო. დაახლოებით 18 თვის შემდეგ კი შვილად აყვანის პროცესი ოფიციალურად დასრულდა. თრუბითების ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. ეს ისტორია მხოლოდ თრუთი არ დასრულებულა. მას 5 ბიოლოგიური და-ძმა ჰყავდა, რომლებიც ასევე არასტაბილურ გარემოში იმყოფებოდნენ. ემიმ და რაიანმა იცოდნენ, რომ ყველას ვერ იშვილებდნენ, ამიტომ დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ და-ძმებს ერთმანეთთან კავშირი არ დაეკარგათ. მათ იშვილეს თრუს უფროსი და ემის დამდა მისმა ქმარმა იშვილეს მისი კიდევ ერთი ძმა, ხოლო ემის რძალმა და მისმა ქმარმა აიყვანეს კიდევ ერთი ბავშვი. ასევე ემის თანამშრომელმა და მისმა ქმარმა დამატებით და-ძმა იშვილეს. ამგვარად 6-ვე და-ძმა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში დარჩა. ბავშვები ერთმანეთის გვერდით იზრდებიან და თითოეულ მათგანს მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს. დღეისთვის თრუ თავს შესანიშნავად გრძნობს და დაბადების დღეებს თავისი დიდი ოჯახის გარემოცვაში აღნიშნავს.